ფეროშენადნობთა ქარხნის მორიგი მასშტაბური საინვესტიციო პროექტი რეალიზებულია ახალი ინდური ღუმელი გახურების რეჟიმში ჩაირთო. გაზრდილი სახელმწიფო გრანტი სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ახალგაზრდების რომელ კატეგორია შეუძლია კიდევ ამ პროგრამით სარგებლობა. ჯილდოებით წარჩინებული ოლიმპიელი მოსწავლეების პედაგოგებს ვინ გახდა სამინისტროს რჩეული ზესტაფონელი მასწავლებელი. ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი თანამედროვე ტიპის ინდური კომპანიის მიერ პროექტირებული 24 ღუმელი გახურების რეჟიმში ჩაირთო. ის ქარხანაში არსებულ ეგრეთ წოდებული რუსული ღუმელების კონსტრუქციისგან რადიკალურად განსხვავებულია და კომპანია ჯორჯიან მანგანეზისთვის წარმოდგენილი პარამეტრების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ეკოლოგიური გათვლებისა და ინვესტიციის გათვალისწინებით უპრეცედენტო პროექტს წარმოადგენს. Сегодня у нас знаменательная дата. Сегодня 1 აგვისტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღია. მე-4 სამყაროში ჩვენ სრულიად განსხვავებული ახალი ტექნოლოგიის ღუმელი ჩავდეთ. რისთვისაც დიდი შრომა გავწიეთ და $6 მილიონ მეტი ინვესტიცია ჩავდეთ. 24 ღუმელისთვის გახურების რეჟიმი 20 დღე გაგრძელდება. ამის შემდეგ ჩვენ მას კიდევ 2 თვე ინდოური სპეციალისტებთან ერთად დავაკვირდებით. 6 თვის შემდეგ კი გავაკეთებთ ანალიზს მის ტექნიკურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებებზე დაყრდნობით. იქნება თუ არა მონაცემები ის, რასაც ველოდით. ამის მიხედვით დავიგეგმებით შემდეგი ღუმელების რეკონსტრუქციაზეც. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ინდოურ სპეციალისტებს, ფირმა გალსასის წარმომადგენლებს, რომლებიც პრაქტიკულად შექმნეს ეს ღუმელი. სამშენებლო ორგანიზაცია იმერეთიერს, რომელმაც ასევე ბევრი შრომა გასწია უბიექტზე და ქარხნის მთელ კოლექტივს, რომელთა მობილიზებული შრომითაც შევძელით 24 ღუმელი გახურების რეჟიმში ჩაგვერთო. აღსანიშნავია, რომ მის გაზგამწვენში კარდინალური ცვლილებება განხორციელდა. სისტემაში ფუნქციონირებს პნევმოტრანსპორტი, რაც შესაძლებლობას მოგცევს ჰაერის ზესტაფონში კიდევ უფრო სუფთა იყოს. Я сегодня, когда мы включили, хочу особенно поблагодарить 24 ღუმელის სრული რეაბილიტაციის პერიოდი ქარხნის მე-4 საამქროში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ინდური კომპანია გალსასისის სპეციალისტებს, რომელთაც მეტალურგიაში საკმაოდ წარმატებული ტექნოლოგია აქვთ, ღუმელის დემონტაჟის, მონტაჟისა და სხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები -2 ნიშნულიდან 45 მეტრ სიმაღლემდე წარმოებული დახვდათ. Now we are building such furnaces. 30 წელია ჩვენ ამ ტიპის მშენებლობას ვაწარმოებთ და ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში გვაქვს გაშვებული 150 ღუმელზე მეტი. მათ შორის ინდოეთში, ბაჰრეინში, ომანში, ირანში, ახლა ვაკეთებთ მასშტაბურ პროექტებს გაბონში და აბუ-დაბიში. როცა ამ ქარხანაში შემოვედით, მაშინ მივიღეთ მთავარი გამოწვევა. აქ არსებული ღუმელები და დანადგარები არის ძველი და ის საჭიროებს მოდიფიკაციას. ჩვენ საამისოდ ადგილზე დიდ პოტენციალს და შესაძლებლობას ვხედავთ და ეს ძალიან კარგია. ჯორჯიან მანგანეზის და გალსასის შეთანხმების საფუძველზე ჩვენ დავასრულეთ 24 ღუმელის მოდიფიცირება და ყველა იმ დანადგარის რეაბილიტაცია, რომელიც ახალი ღუმელის მუშაობისთვის არის საჭირო. ყველაფერი, რასაც ამ ჭერის ქვეშ ხედავთ, ახალი ტიპის ღუმელის სტრუქტურაა, რასაც კიდევ ემატება ელექტროდების სახეობა, რომელიც არის მსოფლიოში საუკეთესო. ჩვენ შემთხვევაში ძირითადი პრინციპი არის ის, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი არასაშტატო სიტუაციები და გამოყენებულია სრული ავტომატიზაცია, რომლის მიხედვითაც კონტროლდება არა მარტო ღუმელი, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა სისტემები. და მისი მართვა არის ძალზე მოსახერხებელი, რაც ამავე დროს საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ შესაძლო ავარიული სიტუაცია. I'm a technologist from ტექნოლოგი გალსასიდან და დიდ მადლობას ვუხდი ჯორჯიან მანგანეს იმ თანამშრომლობისათვის, რაც ჩვენი ურთიერთობის პერიოდში ჩამოყალიბდა. დღეს ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ. ამდენი დაუღალავი ერთობლივი შრომის შემდეგ პრაქტიკულად ახალი ღუმელი ჩავთეთ, რომელსაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება საჭირო პარამეტრებზე გადასასვლელად. მომდევნო 60 დღიანი პერიოდი კი ამ მონაცემების ამაღლებისთვის უნდა გამოვიყენოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯორჯიან მანგანესთან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება.
ზესტაფონელი მეტალურგები 24 ღუმელის განსხვავებული სტრუქტურიდან რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს განსაკუთრებულად გამოყოფენ. ახალ ობიექტს წყლის მომზადების ჩაკეტილი ციკლი აქვს. ტექნიკური წყლის დარბილებისა და გასუფთავების კვანძის სატუმბო სადგურთან ერთად ღუმელის ჩართვამდე რამდენიმე კვირით ადრე გამართეს. ციკლის ფუნქციონირების შედეგად სანიაღვრე სისტემაში მოხვედრილი წყალი სათანადოდ გაგრილებული და ყოველგვარი მინარევებისგან გასუფთავებული იქნება, რაც პროექტის ეკოლოგიურ უპირატესობაზე მეტყველებს. კონსტრუქციის მიხედვით ფეროშენადნობის გამოშვების დროს გამონაბოლქვის ატაცება ხდება პირდაპირ გზით და ის გაზგამწმენ მოწყობილობაში გადადის, სადაც ასევე ახალი პნევმოტრანსპორტის სისტემის დამონტაჟებით გაზგამწმენის ძველი კონვეიერული სისტემა შეიცვალა. ახალ ინვესტიციას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსი გახლავთ მოკლე ქსელი, რომელიც აქ არის სპილენძის მილებით გაკეთებული და წყლით გაგრილება ხდება მისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ტრანსფორმატორები, რომლებსაც აქვს ავტომატური გადართვის სისტემა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაზები, რომელიც მათი პროექტით და მათსავე ქარხანაში არის აწყობილი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება საკმაო ეკონომიას მოგცემს ელექტროენერგიის ხარჯში. პროექტი არის უნიკალური, მსგავსი ღუმელი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ალბათ არც არის. მონაცემები და პარამეტრები აქვს გაზრდილი ვიდრე სხვა ღუმელებს, რომელიც დღესდღეობით ჩვენ საამქროებშია. ველოდებით ეკონომიას ელექტროენერგიის მხრივ, ეკოლოგიურად არის ძალიან სუფთა და მომავალი დანარჩენს გვიჩვენებს. 24 ღუმელზე მთლიანად ადგილობრივი კადრი დასაქმდება, რომელიც ღუმელის კაპიტალური მოდერნიზების პერიოდში მშენებლობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ ღუმელისგან ველოდებით უკეთეს შედეგებს. რამდენიმე ხნის განმავლობაში დაკვირვების რეჟიმში იქნება ღუმელი ინდუელ სპეციალისტებთან ერთად და შედეგებიდან გამომდინარე არის ძალიან დიდი ალბათობა იმის, რომ ყველა ღუმელი ანალოგიურ სტილით გაკეთეს და უკეთესი შედეგები მივიღო წარმოებაში. ღუმელზე 100% დასაქმებული იქნება ადგილობრივი კადრები, თვითონ საამქროს მოსამსახურეები, 5 მომსახურე ღუმელის მდრობელი იქნება, ბრიგადირი, მექურე, კაზმის მიმწოდებელი ოპერატორი და ყველა ის პერსონალი, რომლებიც სხვა ღუმელებზე არიან დასაქმებული, ჩვეულებრივად მომსახურებიან ღუმელს. ძალიან მოხარული ვართ, რომ ორიგი ღუმელი შეემატა ჩვენ საამქროს, ჩვენ ქარხანას და მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ამ ღუმელის მშენებლობის და აქ ვიყავი, აქ მუშაობდი. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ქარხნის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა ბატონ დირექტორს, თელს ტექნიკურ პერსონალს, რომ ასეთი მშვენიერი საჩუქარი მიუღწევს ქარხანასა და ჩვენს რაიონს. როგორც საწარმოს მენეჯმენტში აცხადებენ, ღუმელის ფუნქციონირების ეფექტზე მთლიანად იქნება დამოკიდებული პროექტის შემდგომი ტირაჟირების საკითხი. მეტალურგები პირველ ფეროშენადნობს სავარაუდოდ 24 ღუმელის ჩართვიდან 1 კვირამდე პერიოდში მიიღებენ. საქართველოს მთავრობის 300 დადგენილებით განსაზღვრულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო გრანტის დაფინანსების ოდენობა და პირობები. აღნიშნულ პროგრამაში ის სტუდენტები მოხვდებიან, რომელთაც აქვთ სოციალურად დაუცველი სტატუსი და რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ზესტაფონის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ კატეგორიის სტუდენტთა დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2016 წლისთვის 2.500.000 ლარი შეადგინა. 1.900.000 ლარი უშუალოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს მოხმარდება. დანარჩენი თანხები კი სხვადასხვა კატეგორიებზე გადანაწილდება. იმ კატეგორიის სტუდენტების დაფინანსება, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი და გადალახეს ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრები, ანუ ბარიერი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრამა უკვე რამოდენიმე წელია მოქმედებს, მაგრამ წლევანდელ წელიწადს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა მოგვცეს იმის საშუალება, რომ გაზრდილი იყო ეს თანხა, თითქმის გაზრდილია თითქმის 9 მილიონი ლარით და მან შეადგინა 2.9 ლარი. ამ 2.9 ლარიდან 1.900.000 უშუალოდ წლევანდელ წელს ეროვნულ გამოცდებზე გადალახული, ზღვარგადალახული სტუდენტების დაფინანსებისათვის, რომლებსაც აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი, ხოლო დანარჩენი 600.000 ლარი განისაზღვრება
სხვადასხვა პირობების მიხედვით. ეს არის ოკუპირებული რაიონებიდან სტუდენტების დაფინანსებისათვის, აფხაზეთიდან დევნილები, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთის კანონის მიხედვით კიდევ წელს რომელიც მიიღო პარლამენტმა და დაემატა რაიონების მიხედვით ბევრი 170 სტუდენტი დაფინანსდება არაქართულენოვანი მოსახლეობის სტუდენტთა დაფინანსებისათვის და არის კიდევ რამოდენიმე კატეგორია, რომელიც ამ 600,000 სალარში მოხვდება. 9 მილიონი არის ზრდამ, იმის საშუალება მოგცა, რომ უფრო მეტი სტუდენტი დაფინანსდეს და უფრო მეტმა ახალგაზრდამ, რომელსაც არ აქვს სწავლის საფასური, მიიღოს სრულყოფილი განათლება. არის როგორც სრული დაფინანსება, ანუ აკრედიტებულ სახელმწიფო პროგრამაზე მოხვედრის შემთხვევაში მას სრულად უფინანსდება სწავლის გადასახადი და თუ კი სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, მაშინ ნაწილობრივი გრანტი მას შეევსება სრულ საფასურამდე. თუ კი მას სრული მოიპოვა, მისი წილი დაფინანსება უკვე სხვაზე გადავდა ერთი ადამიანით მეტი დაფინანსება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე-7 და მე-3 საჯარო სკოლების პედაგოგები 500 და 400 ლარით დასაჩუქრდნენ. მათ მოსწავლეებს ლუკა ჭანკოტაძეს, ელენე გუგეშაშვილს და ნინო ხახიშვილს, რომლებიც ასევე პირველ ათეულში მოხვდნენ, 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ ტექნიკის შესაძენად. პირველ ათეულში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდა ფულადი ჯილდოებით. ეს არის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები 500 და 400 ლარის ოდენობით. მე-7 სკოლის მასწავლებელი ნელი მაღლაგელი და ბიოლოგიის მასწავლებელი დაჯილდოვდა 500 ლარით. მე-7 საჯარო სკოლის ფრანგული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ზიბზიბაძე დაჯილდოვდა 400 ლარით და მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი იზა წიგნაძე ასევე 400 ლარით. ნელი მაღლაკელიძე ერთ-ერთია იმ სამ პედაგოგს შორის, რომელიც სამინისტრომ დააჯილდოვა. ზესტაფონის მე-7 სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის თქმით, მისმა მოსწავლე ელენე გუგეშაშვილმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მე-3 ადგილი მოიპოვა. მისივე განცხადებით, მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება ყველაზე დიდი სტიმულია, თუმცა მატერიალური წახალისებაც მისასალმებელია და ფიქრობს, რომ მისი შრომა დაფასდა. ძალიან გახარებული ვარ ელენეს წარმატებით. ელენემ მე-3 ადგილი დაიკავა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ბიოლოგიაში. თვითონ ბავშვი დაჯილდოვდა 500 ლარიანი ვაუჩერით, ეს ვფიქრობ ძალიან კარგი სტიმული იყო. დაჯილდოვდა სიგელით, გადაეცა სიგელი და ბუნებრივია დააჯილდოვეს მისი მასწავლებელიც. და ძალიან მიხარია, რომ ამხელა წარმატებას მივაღწიეთ. და ვფიქრობ, რომ დაფასდა ჩვენი შრომა. რა თქმა უნდა, მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება ეს ძალიან დიდი სტიმულია. ალბათ უფრო მეტი ენერგიით შეუდგები ახალი სასწავლო წლიდან მუშაობას და ვფიქრობ, ეს მატერიალური წახალისებაც არ არის ცუდი მასწავლებლისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო განათლების სამინისტროს იმისათვის, რომ ასეთი სრულობა გამოიჩინა მასწავლებლის მიმართ, დაფასდა მასწავლებლის შრომაც. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ალბათ უფრო მეტი ენერგიით და უფრო მეტი ბავშვი მიიღებს ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი მონაწილეობის. ელენე მე-10 კლასიდან იღებდა მონაწილეობას, მაგრამ პირველ 5 თეულში მოხვედრა ეს იშვიათია და მე ვამაყობ ამით. სამინისტროს საჩუქარი მე-7 სკოლის ფრანგულის მასწავლებელ ლალი ზიბზიბაძეს, მე-3 სკოლის ქართულის მასწავლებელ იზა წიგნაძესაც გადაეცათ. პროექტი მასწავლებელთა წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.